მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, განსაკუთრებულად ხელს გიქნევთ და გესალმებით ჩემი არხის გამომწერებს. თვითონ მაყურებას რა თქმა უნდა, ნდობისთვის მადლობა. ცოტა დიდი ტაიმაუტი მქონდა, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ვერ მოვახერხე დროის მოძიება საჯარო გაშლისთვის, მაგრამ მიხარია რომ დღეს აქ ვარ და თუ ვინმეს ძალიან გჭირდებოდით, ალბათ სათქვენო ინფორმაციაც გაჟღერდება ჩემი გავლით. არ ვიცი, გასაგებია რომ ზოგადად სასიყვარულო მომენტები იწევს ხოლმე, როგორც წესი, წინა პლანზე და არის პრიორიტეტი, მაგრამ მოდით ამ გაშლას გავაკეთებ მაინც სამსახურთან, ფინანსებთან და საბუთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მცირე რიცხვს, მაგრამ შეიძლება ყველაზე მეტად გჭირდებოდეთ ხო ამ ინფორმაციის მიღება. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და დავიწყოთ. საბუთი, ფინანსები და სამსახური. აბა ვნახოთ პირველ ვარიანტთან. რა შეიძლება იყოს უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებებით, კერძოდ საბუთი, ფინანსები, სამსახური. ნუ აი მეგობრებო, იეროფანტის არკანით და კვერცხების ტუზით რა შემიძლია გითხრათ. ეს თქვენი თვითონ ცეცხლის ენერგია, გამარჯვების ენერგია, აბსოლუტურად ყველანაირი დადებითი ძვრების ენერგია, ხო? ეს მაგნიტივით რომ ისიდავს ყველაფერს, მსუყეს, ნოყიერს და ისეთ ენერგიას, ხო, რაც მე სასიცოცხლო ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ იეროფანტის არკანი გარკვეულწილად მფარველობასაც აღნიშნავს, გარკვეულწილად ავტორიტეტსაც აღნიშნავს, არც ვიღაც შეიძლება დაგეხმაროთ, ვიღაც შეიძლება ან სულაც თქვენ დაეხმაროთ საკუთარ თავს გარკვეული პრაქტიკებით, გარკვეული ტექნიკებით, ან სულაც თქვენი, ასე ვთქვათ, რაღაცა ტრანსფორმაციით სხვა საფეხურზე, ხო, ანუ რაღაცა შეცვალოთ თქვენს დამოკიდებულებებში, თქვენს მიდგომებში, რაც მე მოიტანს აიმ მიზნის მიღწევას, რა მიზნის მიღწევასაც თქვენ ფიქრობთ და მოკლედ რისთვისაც იღწვით, ხო? ნუ საბუთთან დაკავშირებით აქ ცალსახად შემიძლია გითხრათ, ვისაც რეზონირდება, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ, რაც შეიძლება ეხება ფინანსებს. ფინანსებში ახლა რაღაცა პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ როგორი მომენტია, იცით, საერთოდ რვიანი ხმლები დააკვირდით მეგობრებო, აქ ხომ არის ეს გისოსები. და გისოსებს უკანაც დოლბან დაფარებული ქალბატონი დგას, ანუ არის ესეთი მიდგომა ზოგადად განსაკუთრებით ამ დასტაში, რომ ეს შეიძლება იყოს ილუზორული გისოსები, ეს შეიძლება იყოს ილუზორული ბარიერები. ნახეთ, საკუთარი წარმოდგენებიდან, საკუთარი თვითსცენარებიდან განვითარებული, ხო? შეიძლება სულაც არ იყოს ისე სიტუაცია, როგორც მე მომეჩვენოს და როგორც მე დავინახო, მაგრამ ნუ შიშ დიდი თვალები აქვს, ხო გესმით, შეიძლება ბუზის პილოდ მომეჩვენოს. მაგრამ სამყარო აქ აუცილებლად გაძლევთ შანსს, რაღაც შესაძლებლობას. ანუ ყველა შემთხვევაში რაღაც ციკლურობა დავარქვათ, მოდით, ხო? თუ რაღაცა კიდე ერთ ღერძზე ერთი დატრიალება, ასე ვთქვათ, ამ ბედის წერის ცარგვალის ბორბალს, ნუ ვიტყვით, თუმცა ბორბალია, რა მნიშვნელობა აქვს, გინდა ერთი ვთქვათ, გინდა მეორე და აქ კი ბატონო, ნახეთ, ყველა შემთხვევაში უკეთესობისკენ შეიცვლება, ყველა შემთხვევაში აი სიმსუბუქესი გრძნობთ, ტვირთი მოგეხსნებათ მხრებიდან, რაღაცა განსხვავებული, აი როგორი მომენტები გექნებათ, იცით, საკუთარ თავს რომ მისცემთ, ვთქვათ, იმის უფლებას, რასაც ახლა აი ამ ეტაპზე ვერ აძლევთ და კი ბატონო, პენტაკლების რაინდი, არა, აქაც ამ ეტაპისთვის თუ რაიმე სიდუხჭირე, თუ რაიმე პრობლემა, თუ რაიმე ბარიერი, ეს ყველაფერი გამოდის, აგერ თქვენს წინ არის არკანები, მე ჩემით არაფერს ვიკონებ, ხო? და რაც შეეხება სამსახურს. სამსახურთან დაკავშირებით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო. საერთოდ თასების
ქალიშვილი ძალიან ისეთი დადებითი არკანია. თუმცა გარკვეულწილად აღნიშნავს რაღაცა ბავშვურობას, ხო, აი უფრო ემოციურ მომენტს. ნახეთ სამსახურთან დაკავშირებით ორივე წლისტიქია, ორივე თასების არკანები ამოვიდა. ეს შეიძლება ზოგადად ცხრიანი თასები არის ძალიან დიდი მადლი, ხო, რომელიც აი ემოციების სახით იქნება ეს თუ რაღაცა დადებითი ძვრების მუხტის სახით ესეციდან მოედინება, მოკლედ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ყველაფერი, იბედნიეროთ და იხაროთ, ხო? მაგრამ მე უნდა დავაზუსტო, იმიტომ რომ სამსახურთან დაკავშირებით კი არის ეს მომენტი, არის ეს დადებითი დინამიკა, ენერგეტიკა, რაღაცა ემოციები, აღტაცება, მაგრამ ну, რა თქმა უნდა დადებითია, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს კიდე ერთი არკანით უნდა დავამატო რა არკანი. შეღარაფულების არკანით რას ნიშნავს? კი ბატონო, ზუსტად მივხვდი. ეგ კი არა, შეიძლება მეგობრებო რაღაც რამდენიმე არჩევანი გქონდეთ. როგორი მომენტი შეიძლება იცით გქონდეთ? ეს არის ზოგადად აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბავშვობასთან მის არკანი, რაღაც ის ბავშვობა, გულუბრყვილობა, რაღაცა ეს აი ნოსტალგიური მომენტები, რაც შეიძლება ანუ ესე მეტაფორულად რომ ვთქვათ, ხო? იცით როგორი ვარიანტები შეიძლება გამოგიჩნდეთ, რომ მოგიწიოთ გადაადგილება, მოგიწიოთ ზოგადად სიტუაციის შეცვლა, გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლა, სამსახურის შეცვლა, ან პირიქით სადაც ხართ, იქაც რაღაც დადებითი მომენტები გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში და უკეთესი შემოთავაზებები. ანუ არჩევანი ყველა შემთხვევაში გექნებათ და ყველა შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ გამართლება. მე ძალიან მიხარია პირველ ვარიანტს ვინც უყურებთ, აგიხდინოთ და აგისრულოთ თქვენს ცხოვრებაში. აი ეს ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტთან, რა ხდება სამსახური. კი არა და ბოდიში. საბუთი, ფინანსები. ორი კარტი, ორი არკანი ერთად ამოყვადა იყოს და სამსახური. ვნახოთ აბა საბუთთან დაკავშირებით აქ რა ხდება. ხო, საბუთთან დაკავშირებით რაღაცა ისეთი მიიღებთ თქვენს მისაღებს მიიღებთ და აკვირდით ნახეთ ამ არკანზე. გარდა იმისა, რომ ვთქვათ რაღაცა მოსავლის მიიღების, აი საკუთარი როგორ ვთქვა, ნაშრომის დაფასებაა, ხო, აი პენტაკლების რაინდი, ეს არის ისეთი წინსვლა, მიზნები, ყველაფერი, რომ ანუ ესე დავარცხნილ დალაგებულია შენს თვალწინ და უფრო მეტიც ნახეთ წინ, როგორც ესე პლანეტა, ხო, როგორც მზე დედამიწა არა აქვს ამას მნიშვნელობა, აი როგორც სამყარო წრიული, როგორ არის, ხო, ჩამოკიდებული, რაღაცა თითქოს ორი ნაბიჯი და ხელს აიწვნენ და მიწუდებიან, ყველაფერი შენს ხელშია. და სიკვდილის არკანი თქვენ მოგეხსენებათ განსაკუთრებით სუფისტაროს დასტაში, რომ ეს არის სინათლისკენ სვლა, ხო, ნახეთ დაბლა რაც არ უნდა მიწა იწროდეს, ირყეოდეს ყველაფერი. ჯერ ერთი რომ დაბლაც უკვე აი ამ ნანგრევებზეც, აი დააკვირდით, არ ვიცი ჩანს თუ არა მეგობრებო, ყვავილებია, ნახეთ, და ზემოდანაც როგორი ის მწყინავი სხივებია, ხო, ეთერში. ანუ ყველაფერი ძველის, მოცილების, დასრულების დროა და სიახლეები და ასე ვთქვათ, წარმატება, ხო, რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე წარმატება, აი ერთი არკანით კიდე დავამატოთ და კი ბატონო, არ გამორიცხული აქაც ყველა შემთხვევაში საბუთთან დაკავშირებით გამართლება გექნებათ. რაც შეეხება ხო, შემთხვევით არ ამოსულა მეგობრებო, შემთხვევით არ ამოსულა სამი არკანი ერთად, აუ რა მაგარია. ესე იგი დაგიფასდებათ თქვენი 24/7-ზე შრომა. მენდეთ რომ დაგიფასდებათ სამომავლო გეგმებიც, რომელსაც აი არ მყოფნის რაღაცა, ხო, სულ მუშაობ კი მადლიერი ვარ სამყაროს იმარად, თან სულ გონებაში მაქვს ამბავი, რომ რაღაცა უკეთესიც შეიძლება, ხო, რაღაცა სხვა სულ მუდმივად არის ჩემს გონებაში, ამის იქეთ. ეს ყველაფერი გამოგივათ. შეიძლება ვიღაცასთან ერთად ბიზნესიც დაიწყოთ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი გუნდურობას მაჩვენებს, ან დახმარებას მაჩვენებს სხვა ადამიანების მხრიდან. და იმპერატრიც აბსოლუტური სისავსე, ნუ აი არ ვიცი, აღარც ღირს რომ ამას
ამაზე ზედმეტად ასე ვთქვათ შევაწუხო ეს ენერგიები, ისეთი კარგი ინფორმაცია. რაც შეეხება სამსახურს, აბა ნუ სამსახურზეც რა შემიძლია გითხრათ. სამსჯავროს არკანი მიყვარს, გიჟდები ზოგადად ამ არკანზე და განსაკუთრებით ეს არის უფისტაროს არკანი რაღაცა განსაკუთრებული, ნუ აი არ ვიცი, შეხედეთ რა ჯერ თვითონ რამხელა სიღრმეებია აი ამ გამოსახულებებში. ყველაფერი ჩაპარებულია, ყველა გამოცდა გავლილია, ხო, ნიშანი ყველგან მიღებულია. ამის შემდეგ უკვე დადგა დრო, რომ მე ესე გველივით მოვიფრცხნა ძველი ცხოვრება, ხო, ძველი შეცდომები, ძველი, არ ვიცი, იმ ტრანსფორმაციის შედეგად ნატკენებიც მოვიშუშო, აბსოლუტურად სხვანაირი, სხვა ასე ვთქვათ, მდგომარეობით გამოვიდე სამყაროსთანაც, ადამიანებთანაც, ხო? და ორიანი პენტაკლები არჩევანია, ხო, გაყოფილი ენერგია, ანუ რაღაცას გადაუწყვეტელობის მომენტია თუ ეს არჩევანია მანახე. რატო? ხო, ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ, თითქოს გგონიათ რომ ძველიდან რო წამოვიდე, რაც მაქვს, სულ არაფერი დავკარგო და სულ ისი არ დავრჩე. ეს მომენტი გაქვთ, ნახეთ, მაგრამ მაინც წასვლაზე ფიქრობთ და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. რატო? სწორად ვამბობ? იმიტომ რომ რატომ? აჰა, ეს შიშები დასრულდება გამარჯვებით. ეს შიშები გადასრულდება თქვენი ოცნების ახდენით, თქვენი მიზნის მიღწევით. ანუ თქვენ ეს მიჯაჭვულობა, რაღაცა ეს შიშობრივი, ეს აი ესეთი მომენტი უნდა დაძლიოთ, რომ თითქოს აი ამას რო გავეხსნა, მე რა იქნება, ერთი კარი რომ იხურება, მედეთ ხუთი ერთად იხსნება, უბრალოდ დამნახავი უნდა. არაფერი, აქაც მშვენიერი ინფორმაციები წამოვიდა, აქაც გავიმეორებ თქვენს თვალწინ არის არკანები და მესამე ვარიანტი. აბა, ნახოთ მესამე ვარიანტით შემოკარგებო. მესამე ვარიანტი. აბა, საბუთი, ფინანსები და სამსახური. ხო, საბუთი. საბუთზე ძალიან დიდი გამართლება გექნებათ. თან ისეთი გამართლება, მეგობრებო, რომ თქვენ თვითონ აი შეიძლება ახლა რომ რაღაც მოლოდინები გაქვთ, ხო, 5 იმდენი სასიკეთო ამბავი მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. იეროფანტის არკანი და ქურუმი ქალი ერთად. ნუ აი ამაზე მეტი ფაზლი, ტანდემი, თანწყობა, კომბინაცია, ნუ აი არც ვიცი რა შეიძლება იყოს უმაგრესი ორი არკანი. სხვათა შორის ესეც გადათამაშდება ვიღაცეებზე, რომ თქვენ გარკვეული რაღაცა დახმარებას მიმართეთ ვინმე ადამიანს, ის ადამიანი დაგეხმარათ და მისი გაწეული ენერგია და გაწეული შრომა მუშაობს და თქვენ რო შეიძლება არც ფიქრობთ ახლა რომ ამ წუთას ის რაღაც თავის საქმეს აკეთებს, აი ესე გააკეთოს და აბსოლუტურად ყველა კარი და ყველა გზა გაგეხსნათ. ესეც არის. თან მით უმეტეს ამ არკანში, ამ დასტაში იცით თქვენ რომ ეს 4-ვე სტიქიასთან არის, ნუ აი სასწაული ცეცხლი პირდაპირ გულში აქვს, მიწაზე ზის ფეხები აქვს წყალში და ზემოთ ნუ ეს აღმოსავლური დასტა იცით თქვენ და მათი ნაწერი იეროგლიფებია, ხო რაღაც კოსმოსთან თავისი ანგარიშები და თავისი ბმები აქვს. შესაბამისად არ ვიცი, აი მესამე ვარიანტს რო გაგიმართლებთ, ესეთი გამართლება უნდა, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით რაღაც ნაწილში. ორი მაღალი არკანი, მესამე მაღალი არკანი, ვინ მიყურებთ, ხალხო ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აი მენდეთ. დარწმუნებული ვარ, აქ მყავს ისეთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც აი ისე ზუსტად რხევებით ხვდებიან ჩემს დამოკიდებულებას და ვიბრაციებს რაღაცა მიხარია ხოლმე და მართლა ძალიან მიხარია. აი თქვენზე მეტად თუ არა მართლა ნაკლებად არ მიხარია თუ თვითონ თქვენთაგანს რაღაცაში წაადგება ჩემი შრომაც და გაგიმართლებთ თქვენს რაღაც გარკვეულ მიმართულებებში. ხო არ ვიცი, მიხართ მესამე ვარიანტი, მაგრამ ქეთს ვიხრი. ალბათ სამყაროსგან დაიმსახურე
გადავხურეთ ეს ყველაფერი, ხო? აბსოლუტური სისავსე, აბსოლუტური გამართლება, წინსვლა, მაგის არკანი ამ დასტაში არ არის манипуляტორი, აქ არ არის რაღაცა ქვეტექსტები, აქ არ არის რაღაცა რიტუალები და არა ეს ადამიანი არის ისეთი ახალგაზრდა ხო ხედავთ წარმოსადეგი ადამიანი რომელიც კიდე იქექება იქ რაღაცა სიღრმეებში რაღაცა მიღმიერ ცოდნებში გაზრდას ცდილობს ხო წიგნი ასე ვთქვათ მის თავზე ეს ინფორმაცია ხო მთლიანად არის საინფორმაციო ველი ანუ მეტი ინფორმაციის მოძიებას ფიქრობს ხო რაღაცა მეტი სასარგებლო ასე ვთქვათ მარაგის შექმნას როგორც საკუთარი თავისთვის მე თავისთავად სხვისთვის ხო ალქიმიკოსი ეს არის აი იმის მიღმა ასე ვთქვათ რაღაც მომენტებს რომ ხედავს, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ რიგითი ადამიანები ვერ დავინახავთ, ხო? გამარჯვების არკანია, წინსვლის არკანია, არ ვიცი, განვითარების საუკეთესო არკანებია მეგობრებო და აბა ნახოთ სამსახური და არ არსებობს. უბრალოდ წყობას გახედეთ მესამე ვარიანტმა, რა ძალიან გთხოვთ, ვიხართ, არ ვიცი. ძალიან გამიხარდება უბრალოდ კომენტარებში თუ გამოჩნდებით, რომ თქვენ ხართ და მართლა აი მილიონი წარმატება ხალხო. არ ვიცი, სამსახურშიც სულელის არკანით იცით თქვენ ეს ყველაფერი არის ან ახლის დასაწყისი ხო სამყაროსთან ასე ვთქვათ ისეთი კომუნიკაციის დამყარება როცა მე ვიხსნი ყველა ტვირთს და სამყაროს ვაბარებ და მე ვიცი ზუსტად რომ სამყარო მომეხმარება რომ მე ყველაფერში გამიმართლებს რომ არ არსებობს ხო ჩემგან მიუღწეველი არაფერი დახმარების არკანიც არის ქველმოქმედების არკანიც არის არ ვიცი მეგობრებო შესაძლოა თქვენ ვინმე დაგეხმაროთ ან პირიქით თქვენ ეხმარებით ხო ვიღაცას არც მაგას გამოვრიცხავ, მაგრამ ყველა შემთხვევისთვის აქ აი როგორი სისავსე, როგორი გამართლება და აი ნუ როგორი აი დავამატოთ კიდე ერთი არკანით მოიცათ. ერთი არკანით კიდევ დავამატოთ. ყველა შემთხვევაში კიდე ერთი მაღალი არკანი, რა გითხრათ მეგობრებო. წარმატებებს გისურვებთ, აი ღმერთმა გაგიმართლოთ. მიგაღწევიოთ ყველა თქვენი დაგეგმილი და დათქმული სიტუაციისთვის, ხო, იმ წერტილამდე, სადაც თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებული და სხვანაირი იქნება და როგორზეც თქვენ ფიქრობთ, არ ოცნებობთ, ფიქრობთ და მიზანს ისახავთ, ხო? ოცნება ეს ძალიან კარგია, მაგრამ ოცნება დარჩენილი არაფერი და ოცნება მიზნად ქცეული, იცით თქვენ, რომ ყველაფრის შემძლებია. წარმატებები, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე აი შინაგანად ისეთი სიხარულის და ბედნიერების განცდა მაქვს მით უმეტეს მესამე ვარიანტის მერე რომ აი არ ვიცი და აი ეს ენერგიები და აი ეს სიხარული არ მოკლებოდეთ თითოეულ თქვენთაგანსაც. კარგით, დაგემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები დროებით.